რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი და ეს მრავალი წლის განმავლობაში მრავალი ქვეყანის მაგალითმა აჩვენა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოში აიკრძალება აბორტის გაკეთება, ამ შემთხვევაში ფეხმძიმე ქალები იძულებული გახდებიან, ვისაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რომ აბორტი მიწის ქვეშეთში გაიკეთონ აკრძალულად და ჩუმად, რაც თავის მხრივ უკავშირდება ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და არაერთი ქვეყნის მაგალითზე დამტკიცდა, რომ მსგავსმა აკრძალვებმა გამოიწვია ლეტალური შედეგიც კი ქალებში. გამოსავალს უფლებადამცველები ხედავენ იმაში, რომ უნდა გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანიები, საგანმანათლებლო კამპანიები და რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა დაანერგოს ზრუნვის მექანიზმები, როგორც ფეხმძიმე ქალებისთვის და დედებისთვის, ასევე ახალშობილი და ჩვილი ბავშვებისთვის, რომ არ შეეშინდეთ ქალებს ჩვენს ქვეყანაში ბავშვის გაჩენა. ძირითად შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩაწერილი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აბორტების რიცხვის საგანგაშო მდგომარეობა უკავშირდება ღარიბ ქვეყნებს, სადაც მაღალი არის სოციალური პრობლემები და ეკონომიკური პრობლემები. ასევე მეუფეშიომ მოსაყდრეშიომ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არის აბორტთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ უნდა გამკაცრდეს მისი შეფასებით აბორტის გაკეთების წესები საქართველოში და ეს მოუწოდა სახელმწიფოს მოსაყდრეშიომ, თუმცა სხვას ამბობენ ქალთა უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ 2012 წლიდან დღემდე 2023 წლის სტატისტიკის ჩათვლით, რადგანაც ეს არის ბოლო სტატისტიკა, ჩვენს ქვეყანაში აბორტების რიცხვი ეტაპობრივად მცირდება და არ იზრდება. პირველ რიგში ქალებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელთა სხეულებსაც და რომელთა მომავალსაც უკავშირდება ეს საკითხი და ამ თემაში ინტერვენცია, ვთქვათ, იგივე საპატრიარქოს მხრიდან უადგილოა, მით უფრო სეკულარულ სახელმწიფოში. არასწორია მტკიცება, რომ აბორტების რაოდენობა გაზრდილია საქართველოში პირიქით. 2012 წელს აბორტების რაოდენობა 39,000-ზე მეტი იყო და ახლა დაახლოებით 14-15,000-ია მათი რაოდენობა. უნებრივია, რომ აკრძალვას ექნება ძალიან მძიმე შედეგებიც, როგორც არის არალეგალური აბორტების პრაქტიკის გაჩენა, რომელიც საბოლოოდ ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ქალების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ეს მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის ქალებზე და ბავშვების სიცოცხლეებზე ზრუნვა. აბორტების აკრძალვა დაკავშირებული დემოგრაფიულ პრობლემებთან არ არის და მეტიც. აბორტის აკრძალვა ყველა ქვეყანაში იწვევს უფრო მეტ სიკვდილიანობას, როგორც დედათა, ისე ჩვილ ბავშვთა. ბევრი ქვეყნის გამოცდილებით დადასტურდა, რომ პრევენციაზე მუშაობა არის ყველაზე კარგი საშუალება აბორტების შემცირების. თუ კი სახელმწიფო ვერც იმას უზრუნველყოფს, რომ გაჩენილ ბავშვებს თავად მოუაროს და არც მშობლებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა და აბორტების უდიდესი ნაწილი კეთდება იმიტომ, რომ ეკონომიკური და სოციალური პირობები არ აქვთ მშობლებს. მაშინ სახელმწიფო რას თავაზობს? უფლებადამცველებისთვის გაუგებარი არის, რატომ მოუწოდებს ეკლესიას სახელმწიფოს აბორტის წესის გამკაცრებაზე. ბოლოს აბორტის გაკეთების წესები 2023 წელს ზურაბ აზერაშვილის ministrობის დროს გამკაცრდა, მაშინ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის გაუგებარი იყო, თუ ასე მოულოდნელად რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება და ღია წერილითაც კი მიმართეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მინისტრს, რომ აბორტი არის ქალის უფლება და სახელმწიფოს ზედმეტი კონტროლი პირიქით შესაძლებელია უკუშედეგის მომტანი იყოს, ამიტომ სხვა მიმართულებით, პრევენციული მიმართულებით ურჩევენ უფლებადამცველები სახელმწიფოს აბორტთან დაკავშირებით მუშაობას. მადლობა, გვანცა პირდაპირ ეთერში გვანცა ჩხიკვაძეს საუბრობთ.